ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დილიდან რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევენ. თანამდებობაზე 5 კანდიდატია წარდგენილი: ირაკლი ბარამიძე, მერაბ ხალვაში, ვლადიმერ ბალაძე, მალხაზ ნაკაშიძე და რამაზ ხალვაში. როგორ მიმდინარეობს არჩევნები, ნათია ლომაძე ისაუბრებს უნივერსიტეტიდან პირდაპირ ეთერში. თევნას არჩევნო უბანი 2 საათის წინ გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა ზუსტად 10 საათზე დაიწყო. პირველი ამომრჩეველი სწორედ ამ დროს მივიდა. პირველი 1 საათის განმავლობაში 40-მდე ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, მისასალმებელია, რადგან ამითი არჩევნების ობიექტურობა იზრდება და ეს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. პირველი ამომრჩეველი იყო რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი რამაზ ხალვაში არჩევნებზე უბნის გახსნამდე მივიდა. დარწმუნებული ვარ, დღეს უნივერსიტეტი თავისუფალ ნებას გამოხატავს და დღევანდელი მდგომარეობის სიმბოლო არის რექტორატში გაჩერებული საათი. მე ვფიქრობ, რომ დღეს საღამოდან უკვე საათი ამოქმედება და ახალი ეპოქა დაიწყება უნივერსიტეტის ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა უნივერსიტეტისთვის, ვირჩევთ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ძალიან კარგია, რომ მთელი კოლექტივი მონაწილეობს ამ არჩევნებში, იმიტომ რომ პირი, რომელსაც აირჩევენ, მას ექნება ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი. იმედი მაქვს, რომ კანდიდატი, რომელსაც მე დაუჭირე მხარი, გაიმარჯვებს და უნივერსიტეტში იქნება სტაბილური და განვითარებისკენ მიმართული სიტუაცია. Მამივეცი პროფესიონალიზმს, აკადემიურობის დამკვიდრებას, განვითარებას, გაძლიერებას ჩვენს უნივერსიტეტში, 7 საქმიანი ატმოსფეროს დამკვიდრებას და ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი დღეს გამოხატავს თავის ნებას, აირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც უახლოესი 1 წლის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ზრდა განვითარებას შეეწყო.